ზესტაფონი ბავშვთა წარმომადგენლობით ტურნირს უმასპინძლებს ფეხბურთში. 3 დღის განმავლობაში 13 წლამდე ფეხბურთელები ერთმანეთს ზესტაფონის თასისთვის შეეჯიბრებიან. შესარჩევი შეხვედრები ბაზაზე გაიმართება, ხოლო ფინალური მატჩები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება. ტურნირის მთავარი მიზანია პერსპექტიული და ნიჭიერი მოზარდების აღმოჩენა, ასევე ბავშვთა ფეხბურთის პოპულარიზაცია. ორგანიზატორები გეგმავენ მომავალში გაზარდონ ტურნირის მასშტაბი და ის ტრადიციულ სპორტულ ღონისძიებად აქციონ. ტურნირის ფინალი 19 აპრილს გაიმართება. გვაქვს მეტად საინტერესო და სასიამოვნო სიახლე, დარწმუნებული ვარ ის გულგრილს არ დატოვებს არა მარტო ზესტაფონურ გულშემატკივარს, არამედ მთელი საქართველოს ფეხბურთის მოყვარულებს. მოკლედ რა ხდება? ზესტაფონში გაიმართება ბავშვთა წარმომადგენლობითი ტურნირი, ზესტაფონის თასის გათამაშება, რომელიც ჩატარდება 17, 18, 19 აპრილს, მას უმასპინძლებს ჩვენი ქალაქი. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს თითქმის ყველა წამყვანი საფეხბურთო კოლექტივი 13 წლამდელ მოზარდთა შორის. ტურნირის შეხვედრების ძირითადი ნაწილი გაიმართება ზესტაფონის საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის ბაზაზე, რომელიც ჩვენ ქალაქში მდებარეობს და ყველამ კარგად ვიცით თუ სად არის მისი ლოკაცია და ფინალური შეხვედრა მესამე ადგილისთვის შედგება უკვე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე. მოკლედ ძირითადი ნაწილი როგორც ერთხელ უკვე აღნიშნე ბაზაზეა და ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩები უკვე სტადიონზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მაყურებელი შესაბამისი ინტერესით მოეკიდება ამ წამოწყებას, რომლის მთავარი მიზანიც გახლავთ საინტერესო ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების წარმოჩენა, ასევე ბავშვთა ფეხბურთის ბუმის კიდევ უფრო გაღვივება ჩვენ ქალაქში და მინდა ვთქვა და მადლობა უთხრა ის სპეციალისტებს, რომლებიც დღეს მუშაობენ ამ სფეროში ჩვენ ქალაქში, ძალიან ბევრს აკეთებენ ისინი და ასევე დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ამ ტურნირის ასაკობრივი ვთქვათ კატეგორიები, მონაწილეთა რაოდენობა, ისევე როგორც ხარისხი და სხვა თანდათანობით გაიზრდება. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და მე ვფიქრობ, ასე იქნება, რომ ეს ტურნირი იქცეს ტრადიციად.